შეერთებულ შტატებში რუსეთის სამხედრო დაზვერვის აგენტი გაშიფრეს, რომელიც ახლა აღმოსავლეთ უკრაინაში მოქმედებს, მანამდე ყირიმში აქტიურობდა და უფრო ადრე 2008 წელს საქართველოს წინააღმდეგ იბრძოდა. ეს ფაქტი შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის თანაშემწემ CNN-თან ინტერვიუში დაადასტურა. არსებობს ამის დამადასტურებელი ფოტომასალას, რომელიცაც ახლა ჩვენი მაყურებელი ნახავს. აღმოსავლეთ უკრაინაში მიმდინარე პროცესების უკან რუსეთი დგას. ამის შესახებ განცხადება ამერიკის სახელმწიფო მდივნის თანაშემწემ ვიქტორია ნურლანდმა ტელეკომპანია CNN-ის მიერ ექსკლუზიური ფოტოების გამოქვეყნების შემდეგ გააკეთა. ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის პრეს-მდივანმა ჯინ ფსაკიმ კი ამ ფოტოებს რუსეთის წინააღმდეგ კიდევ ერთი სამხილი უწოდა. სახელმწიფო დეპარტამენტის ინფორმაციით პირი, რომელიც უკრაინაში დააფიქსირეს, 2008 წლის ომში საქართველოს წინააღმდეგაც იბრძოდა. ვფიქრობ, რომ ჩვენ აბსოლუტურად ნათლად გამოვხატეთ ჩვენი შეშფოთება აღმოსავლეთ უკრაინაში დესტაბილიზაციის უკან რუსეთის ყოფნასთან დაკავშირებით. ეს ნათლად დააფიქსირა პრეზიდენტმაც და სახელმწიფო მდივანმაც. თქვენ ახლა აჩვენეთ ფოტოები, სადაც ჩანს წვერიანი კაცი, რომელიც აქამდე იყო სახელმწიფო სადაზვერვო სამმართველოს აგენტი საქართველოში, ახლა კი ის უკრაინაში გამოჩნდა. არსებობს რიგი სურათები, რომლებსაც უკრაინის მხარე აქვეყნებს და რომლებიც შემდგომში ამერიკის ოფიციალურმა პირებმაც გამოაქვეყნეს. ისინი უკრაინაში მოქმედი შეიარაღებული პირების რუსეთთან კავშირის კიდევ ერთი სამხილია. CNN-ის მიერ გამოქვეყნებულ ფოტოებს და ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებას საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილეც გამოეხმაურა. დავით ზალკალიანმა განაცხადა, რომ სახელმწიფო დეპარტამენტი ასეთ განცხადებას შესაბამისი ფაქტების გარეშე არ გააკეთებდა. რუსეთთან ურთიერთობის მოგვარების საკითხებში საქართველოს პრემიერ-მინისტრის წარმომადგენელმა კი უკრაინის შიდა საქმეებში ჩარევას მიუღებელი უწოდა. აბსოლუტურად ცალსახად უჭერ მხარს უკრაინის ტერიტორიულ მთლიანობას, სუვერენიტეტს, მათ ევროპულ არჩევანს და ყოველდღე მიუღებლად მიგვაჩნია მათ შინაგან საქმეებში ჩარევა. რახან ამერიკის შეერთებული შტატების წარმომადგენელი ამას აცხადებს, ბუნებრივია, მას ამის შესაბამისი მტკიცებულებაც აქვს და მე ჩემი ინფორმაციით მან წარმოადგინა კიდევაც ფაქტობრივი ფოტომასალა ამ როდესაც აკეთებდა ამ განცხადებას. პარლამენტარ თინა ხიდაშელს ეჭვი არ ეპარება, რომ უკრაინაში რუსეთი მოქმედებს. დეპუტატი აგვისტოს ომშიც რუსეთის ღია ჩარევას სადაოდ არ მიიჩნევს. 2008 წელს საქართველოში რუსული სამხედრო ძალები რომ მოქმედებდნენ, ამაზე მე მგონი კითხვის ნიშნები არავის არ აქვს და ეს არც რუსეთს არ უარყვია, განსხვავებით ყირიმისგან, თუ ეს იგივე ხალხია უკრაინაში, ეს არის უკრაინის კონტექსტში განსახილველი და არა საქართველოს, იმიტომ რომ საქართველოსთან დაკავშირებით ყველაფერი ნათელია და ჩვენ კითხვები არ აქვს. ეს კიდევ ერთი არგუმენტია იმის დასადასტურებლად, რომ დიახ, რა თქმა უნდა, რუსეთი მოქმედებს უკრაინაში. რუსეთი პირდაპირ არის არა თუ ჩართული, არამედ ის მართავს იმ პროცესებს, რომელსაც დღეს ჩვენ უყურებთ და რასაც ქვია უკრაინის დესტაბილიზაცია. CNN-მა გუშინ გამოაქვეყნა ფოტოები, რომლებზეც ოფიციალური კიევის ინფორმაციით ის რუსი შეიარაღებული პირები არიან გამოსახული, ვინც ჯერ ყირიმში მოქმედებდნენ, ახლა კი აღმოსავლეთ უკრაინაში იმყოფებიან. ერთი მათგანი კი, რომელიც წვერს ატარებს რუსეთის დაზვერვის ფედერალური სამმართველოს თანამშრომელია და ის აგვისტოს ომში საქართველოს წინააღმდეგაც იბრძოდა.